არ მომითმინა პირდაპირ შემოვედი თუ არა და პარკი დავდე თუ არა მინდა ეს კუსკუსი გადავიღო ნახეთ ძალიან კარგი სასტუმროა და ყველაზე მთავარი ამ ამბავში რაც არის ხალხნო ეს არის ის რომ არის როგორ გითხრათ პირდაპირ Times Square-ზე როგორი პატარა გარდერობი მაქვს სან-დიეგო გამახსენდა იქ ქონდა ესეთი გარდერობი ძალიან კარგია კომენტო აი ძალიან კარგია მოკლედ არც კი მჯერა მთელი დღე რაღაც ისეთ ემოციაში ვიყავი ესეთი 4 დღის წინ გადაწყდა რომ მოვდიოდით მე ძალიან ემოციებში ვიყავი და თითქოს აი როგორი განცდა მაქვს მქონდა იცით რომ აი ვერაფერს ვერ ვწნობდი გარდა პასუხისმგებლობისა და აი ორგანიზატორული ამბების წარმატებით ჩამთავრებისა და აი თვითმფრინავს ხდებოდით მაშინაც კი არ მჯერდა რომ ნიუ-იორკში მოვდიოდით მაგრამ დღეს Times Square უნდა ვიტახე და ამ სასტუმროში შემოვხვიეთ და შემოვედი და welcome მომითხრეს აი მანდ დავიჭერე და ეხლა ვარ ემოციურად ძალიან დაშლილი არ ვიცი ცოტა მეტირება არ ვიცი როგორ თქვა აი როგორ აღწერო ჩემი ემოციები არ ვიცი 2019 წელს ვიყავი ტურისტად შოთასთან ერთად და როგორ გითხრათ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ მე ნიუ-იორკში ბიზნეს ტრიპით ჩამოვიდოდი კოლეგებთან ერთად და ეს კიდევ ერთი დასტურია იმის რომ აი არ ვიცი ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში უფალს შეუძლია საოცარი გზებით გატაროს და ძალიან ჩვენთვის წარმოუდგენელი რაღაცები გამოგვიგზავნოს ცხოვრებაში დადებითიც და ნუ თქმა უნდა ხანდახან რთულიც რომელსაც ძალიან ბევრი ახსნა ქონია ბოლო დროს რომ ვფიქრდები არ ვიცი ამას ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი მაშინაც კი როდესაც აქ ვიყავი მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი 2017-ში როდესაც კალიფორნიაში ვიყავი და ეხლა ძალიან ტრენდშია 2016 წელს ესაუბრებიან ვიდეოში და თითქოს 2016 წლის მესიე საუბრებიან 2026-დან და 2016 წლის ჩემი თავი რომ მახსენდება რაც მქონდა უბრალოდ არაფერი არ მქონდა გარდა ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისა და დღეს აქ ვწერ ამ ვიდეოს ჩემთვის არის ძალიან ემოციური და ეს არის ძალიან სუფთა თქვამი და მინდა რომ ეს ვიდეო ახლა გადავიღო ხვალ მაინც სხვა ემოციები მექნება რა თქმა უნდა მაგრამ აი დღეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამეს კიდევ ვერ ვამბობ იმიტომ რომ არ ვიცი უბრალოდ მადლიერი ვარ და ხო ძალიან მადლიერი ყველაფრის და უფლის რა თქმა უნდა და საკუთარი თავისაც იმიტომ რომ აი მითხრა რომ არც თუ ისე ადვილი და არც თუ ისე ლაღი გზა გავიარე აქამდე არ მჯერა რომ ჩემი 36 წლის დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე მე ვარ მანჰეტენში Times Square-ზე ცხოვრობ სასტუმროში
წარმოადგენთ ჩემს კომპანიას ამ ქალაქში, მსოფლიოს დედაქალაქში და უბრალოდ მადლიერი. ძლის გავიშრეთმა მოაჩინა რომ დამრჩა სავარცხელი და სამწუხაროდ არ ვიცი როგორ გავიშრე, მაგრამ რაღაცნაირად გამოვიდა. ესეთია ჩვენი ისტორია. ხედეთ, რამდენი რეკლამა. ხედეთ. წავედით. ესე იგი, Times Square-ზე ხო გადავიღეთ უამრავი ფოტო. მაგრამ მაინც მგონია რომ სხვა ლუკი უფრო მოხდება იქ ფოტოებში ჩემი და ამიტომ კიდევ დავბრუნდებით. ეხლა ბროდვეისთან გავივლეთ. ცენტრალურ პარკში მივდივართ და იქაც გადავიღებ რა თქმა უნდა ყველაფერს. რა ჩამოსჩა. ნაკამერით დადის. შემოიჭყით ვიდეოში. From New York. კარატო შევავიწროთ და აკა თქვენ წება ერთი თქვენ წებენა. და გავჩერდეთ და წამოვიდეთ. არა, უნდა წამოხვიდეთ. ყოველს ამბობს ფოტოების გადაღება არ ვიციო, მაგრამ შვენიერ ფოტოებს იღებს. ყოველ სხვა შოთაზე უკეთებს. რაო? ყოველს ამბობს მეთქი ფოტოების გადაღება არ ვიციო, მაგრამ შვენიერ ფოტოებს იღებს. არა, ანასახდა არის. აქსისტე შემომოდებინა შემამუშა. ავი ხადის კამრი გადამაღებინეთ რა და მომატარა ყველაფერი. აუ, კამრი ძალიან კაია ხო? მე დაუბრუნდეთ. კიდე მოვა. ჩემი გვიდო ჩემი უღან ეგ იყო, მაგით წავედი და ამას იგონა რომ სულ მინდოდა ცენტრალური პარკის ერთ-ერთი ხედი. ამ დღეს სპეციალურად ჩოთას ვიღებ. ძალიან მაგარი. ავეთ, გამოგწევეთ ჩვენი ტური. ავეთ. ფოტოგრაფი გახდი. Check please if you don't mind. Thank you very much. Thank you. ძალიან ბევრი ადამიანი ამ ისტორიულ ხიდზე. One more thing, hold on. იგი ბატონი მამკა რომ არ მონახავს რა არის ისეთი. Wanted on this street. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია. მოვედი, ეს იყო პირველი ადგილი, რომელიც 2019-ში ვნახე. მიყვარს ეს ადგილი, ჩემი პირველი ასე ვთქვათ, შეხება იყო ღირსშესანიშნაობებთან.
გიშტები მედეშთა ვეყავით ხოლმე რა ერთხელ ვეყავით მაგრამ კიდევ ფერჯერ ჩამოვალთ დარწმუნებული წავედით პირდაპირ. რაც ფილმებში გინახავთ ნიუ-იორკში, ეს დელოზე წამოწყლილი მოპიკნიკე ხალხი, მორბენალი ადამიანები, ველოები, ძიძები და პატარა ბავშვები, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი რეალობაა. მართლა ფილმის კადრი გეგონება ბევრი და აი მინდა დაგანახოთ ახლა. აი ნახეთ. მე მოვაახლოვებ. აი უბრალოდ რამდენი ადამიანია, იცით, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან ბევრი. ნახეთ. აი დარბიან ველოებით. ცხენები და ფაეტონები, ხო? ეგ სულ დამავიწყდა. ეგენი ხო არის და არის და აუ ძალიან კაია. ეხლა ალბათ მივალთ სასტუმროში, არა ჯერ მიდოთ მაღაზიებში, მე მეხვდე ავენიუდან უნდა დავუბრუნდეთ, გავუყვეთ. გრანდ ცენტრალი მინდა ვნახოთ. წმინდა პატრიკის ტაძარი. და კიდე რაღაც იყო. დამავიწყო, რაღაც არის კიდე რა. მე სასტუმროში გამოვიცვლით და წავალთ უკვე დაბლა სოჰოში და ის თბილისში. კერი ბრეჩოუს აპარტამენტი უნდა ვნახოთ. ისევ დავბრუნდი, მაგრამ ამჯერად აბსოლუტურად სხვანაირი, სულ სხვა ცხოვრებისეული გამოცდილებით. მე სხვა ვარ, ჩემი გამოცდილებაც სხვა და რაღაცნაირად აქაურებაც თითქოს სხვანაირად აღვიქვი. რა ვშვებით? კონცეპტუალური მაღაზია. აგერ ჩვენ ვართ ხო? აგერაც ჩვენ ვართ, ყველგან ჩვენ ვართ. მეხუთე ავენიუზეა და პრინციპში სხვაგვარი არ ეკატრებათ ახლა Apple-ის მაღაზია. ნახეთ, მაგარი. ზემოთ სარკეები. აქ არ ვარ ლამაზი. ზედა სარკეში ვარ. ახლა ლუი ვიტონის შენობა. აქ დროშა. მიყვარს ამერიკელებს ყველგან რომ დროშა აქვს. ეს რა არის? ესა სალათი ჩვენი? არა, ეს თქვენ რო ბოლოს შევუკვეთეთ. ახლა ეს ნორმალურია ეს ფოტო, ჯუჯაროა. ეგ არა. მე რა შუაში. მე რატომ ეჭხუბებით? მე არა ვარ შუაში. თქვენ არ გეჭხობთ. აი მე. არა, ეს პირველად მოვიდა, შეიძლება შევუკვეთე სალკე კიდე. რა? ამერიკაშიო. ყველამ შევუკვეთაო რომ მომიყევით.
ტაქსები. ყველაფერი ერთად. რა ვიცი, აი არეულია, მთელი ქალაქი არის ხმაური. ეს რა ბრენდია? რამდენიერი ხმა? არ ვიცი. არ ვიცი. არ გამიგია არა. არიცია, ქვია. არიცია. მიდიოთ ქერიფრედ შოუს სახლის სანახავად. აქ დაიწყება ეხა სიყვარული კები. ისეთი ლამაზი ადგილები. ის ძალიან ანუ ხმაურიანია და ძალიან ტურისტულია. ძალიან ლამაზია. მეთო ის სასწაული ადგილი. პირდაპირ წადი. ადამიანია. სასწაული ხმები ისმის. ხუმჯეროდეს წლიან Times Square-ზე სეირს ყოფნა მარტო. შენს უკან არის უშუალოდ Times Square. Silent. That's safe. Nope. Სპათი შორის წვიმს, მაგრამ რომ მეგონა ისე არც იბა. ეს ვიმიანი ნიუ-იორკი. მეთო ეს ადგილი არის რაღაცა აი დღეც განათებული სასწაულად. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო გუშინდელი ძალიან ბევრი შეიგნეთ, თუმცა ვერ მოვასწარეთ 9/11-ის მემორიალი ძალიან გვიანი იყო, როდესაც მივედით და ყველაფერი დაკეტილი და ჩამქრალი იყო. დღეს წვიმს, მაგრამ მაინც ლამაზია. Times Square-ი უამრავი ადამიანია და თუმცა დღეს საქმიანი დღე გვაქვს ძალიან, ღონისძიების სპონსორები ვართ, პლუს შეხვედრაზე მივდივართ სალომესთან, რომელიც ცნობილია საქართველოში ახლა როგორც ბოლოს მასშტაბური პროექტის განხორციელებელი და სუხიშვილების ამერიკაში ჩამოყვანი აი ცნობილი კარნეგი ჰოლში ჩატარებული კონცერტი სუხიშვილების რობერტ დე ნიროს სასტუმრობით. მასთან თანამშრომლობას განვიხილავთ მოკლედ და ძალიან ისეთი ნაყოფიერი იქნება ჯერა. უამრავი რამე მაქვს დაგეგმილი და ძალიან მინდა მოვასწრო, მაგრამ ცოტა დრო მაქვს. სიცივია და ცოტა ტანსაცმელი და უშუალოდ იმედი მაქვს, იმიტომ რომ მზი არის გამოცხადებული. ნახოთ აბა როგორი იქნება დღევანდელი ღონისძიება, ცოტა ძალიან ნერვიულ მაგასთან დაკავშირებით. იმედია რომ კარგად შეეცეს და სტუმრებიც იქნებიან. ყველაზე მეტად ეს მატარდებს, რომ რაღაცა იყოს მასშტაბური. სხვა რა გითხრათ აბა?
უსაყვარლესი ქალი გავიცანი ლიფტში კალიფორნიიდან. მოუყევი რომ კალიფორნიაში ვიყავი, ვიმოგზაურე სან-დიეგოში და LA ვნახე. და მითხრა საოცარი სიტყვები არ ვიცი არ ვიცი როგორ დავარქვა ნიშნების თუ გჯერათ. მაგათ არ ვიცი. მეუბნება რომ აუცილებლად უნდა დარჩეო, იგი იღურებ და აუცილებლად უნდა დარჩეო. ჩვენ გვჭირდება შენერი ლამაზი გოგონები და ჭკვიანი გოგონებია. არ ვიცი ჩვენს რა შემატყო 2 წუთში, მაგრამ ძალიან მაგარი ქალი ჩანდა, სასწაული ქალი ჩანდა, ისეთი ცეცხლი და ენერგია მოდიოდა მისგან და ერთნაირ ყავისფერფერებში გვეცო სხვა ქურთუკი მეცო და რატომ მიყვარს ამერიკელები რომ ელემენტარული small talk-ებით შეუძლიათ აი ემოცია გაგიცვალონ, მაშინაც კი რა ვიცი, თუ გინდა ყალბი დაარქვით. არ ვიცი. აი ძალიან სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა და საუბარი. ძალიან ლამაზი გარემოა. Everything okay? Yes. Perfect. Thank you. Oh, how much? და თვითონ შეიძლება გითხრას როგორ განკურნოს საკუთარი თავი. მედიტაციის დროს არის ის, რომ ორი ნახევარსფერო ერთმანეთთან კავშირს აკეთებს და ამ დროს სხეულს აქვს თვითგანკურნების უნდა. ყველა ადამიანის ცხოველებს ფოტოშოპის ეს ძალიან კარგად იცი. ცხოველებში ეს მარტივად ხდება, იმიტომ რომ მათ არა ეხლა ვინ რას ფიქრობს ჩემზე, საერთოდ არ აინტერესებს ცხოველს. და ეს შიში არ აქვს. ავი რომ ჩამოვედი ამერიკაში, აბსოლუტურად მარტო წამოვედი და წამოვიდა ძალიან დიდი სკივრი თვირთის ემოციური ტრაუმების, წენების, თვალსაყაროზე ვიყავი განაცხენებული შეიძლება იყოს და ბევრი პრობლემა დავტოვე ჩვენს ქვეყანაში. მადლობა უფალს, რომ აქ ის სირთულეების გადალახვის პარალელურად კეთილი ადამიანების შემოხვედრა, რომლებმაც ეს დამიბალანსეს, ეს განცდები, რომელსაც აქ გავდიოდი. მაგრამ საბოლოო ჯამში სუსტი და ძლიერი არ ვიცი სიმართლე გითხრათ, და რომ მგონია რომ იდენად უნიკალური და ინდივიდუალურია თითოეული ჩვენთაგანი, რომ ყველა ჩვენი გზა გვაქვს და თუ მე აქ ჩამოვედი ფიქრობ რომ ეს მივიღო რაღაც არის გასავლელი უნდა გავიარო, რა თვითონ თქვენთან მაგააკეთა და პირველში კიდე მინდა და სულ ემიგრანტებს თითოეულს უთხრა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ბევრი გადაწყვეტა მქონია საქართველოდანაც და ვიცი რამდენად დიდ საქმეს აკეთებს. და რაღაცა ინტერესს რომ ისმენთ, სხვა ემოცია აქვს აბსოლუტურად. ბათუმიდან გახლავართ ჩვენ სამშენებლო დეველოპერული კომპანია IoT ჯგუფის წარმომადგენელი გახლავართ ჩვენს გენერალურ დირექტორთან და თანამშრომელთან ერთად და არის ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ არ ვისაუბრებთ დღეს ჩვენი მხრიდან რაღაც კონკრეტულ ფინანსურ კითხვაგაყიდვის თემებზე, რა შეიძლება პირველი ემოცია მოვიდეს სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით, რომ ხა რაღაც უნდა ვიყიდოთ და შემოგთავაზოთ და ფასები გაგოცნოთ და ასე შემდეგ. არა, ბევრჯერ ვისაუბრეთ ხალხთან მარიკასთან, რომ ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაწყებული კამპანია ყავს უამრავი მომხმარებელი ქართველი ემიგრანტებიდან, რომლებიც ძალიან კვარტალში რომ ის ვიდეოსაც ეხლა თქვენ უყურებთ და შემდგომში ნახავთ, როგორ შენდება რეალურად და რა არის აშენებული. აი, ყავს ჩვენ ამერიკელი ემიგრანტები, მაცხოვრებლები, რომლებიც ჩამოდიან და აი საოცარ ემოციებს გვიზიარებენ მართლა და გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად ეს კავშირი, რაც ციფრულად არის ხოლმე ჩვენ შორის შექმნილი უკვე გუნდის მიერ რეალურად ხსეულიყო და თქვენთან მოვსულყავით, გვინახეთ, გასაუბრებოდით, ნამდვილად რას ვფიქრობთ ეს ხალხი ფორუმსაც ხალხმა მარიკამ რომ მომწერა ერქვა ესეთი მენტალური და ფინანსური გაცვლების ფორუმი და აი მან აღმოაჩინეთ, რომ ეს მეორე ნაწილი შეგვიძლია რომ ძალიან კარგად
დავლიკოთ თქვენთან და რაღაცნაირად აი პასუხისმგებლობა გავაზიაროთ კონკრეტულად. Mouse to mouse სხვა სინცეში გადავიყვანოთ ეს ყველა. უბრალოდ ჩვენ რა გვინდა მაშინ ხო ბუნებრივი კითხვა რაც გვითხეს რომ ამ ფორუმის ერთ-ერთი თემა იქნებოდა ქონება ინვესტიციები ჩვენი კავშირი ემოციური გარდა სტაბილური ფინანსური ჩვენს ქვეყანასთან და აუდიტით და გადავწყვეტეთ რომ მარტო მხარდამჭერები კი არა მოდი დიდი დელეგაციით ეს მომენტა პირადად გავეცნოთ და წამოვიყვანეთ მარკეტინგისედი ამ კომპანიის დამფუძნებელი ვინც მეუღლესთან ერთად ბატონ ერგუჯასთან ერთად შექმნა ქალბატონი ანა ეხლა თან გვესწრება და ერთიანად გესტუმრეთ რომ თან რაღაც განსხვავებული წინადადება ჩამოგვეტანათ თქვენამდე და თან პირადად გაცნობოთ. ყველაზე მთავარი ალბათ რაც დავიჭირე იყო რომ რა საერთო ქონდა თქვენ. და ამას უბრალოდ მართლა თვითმფრინავში იჭდომისას როგორც დავჯი იქიდან ვფიქრობდი რომ ჩვენ რანაირად ვილინკებოდით ერთმანეთთან. ეს ტერმინი აქ უნდა თქვა ამერიკაში ვილინკებოდით. და სამი რამე გამოვა. პირველად თქვენ ხართ ადამიანები ვინც კომფორტის ზონაზე უარი თქვა, ყველაფერი მიდათოა ნულიდან დაიწყო ყველაფერი და ამას ქვია პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილების მიღების ნარჩვენ ხუბლი პასუხი და სხვა როით გადაწყვეტილებას თუ რაღაც არ მოვიდა იმას ვაბრალებ მერე და საკუთარი გადაწყვეტილების მიღება და ამათი პასუხისმგებლობის აღება ძალიან რთულია და თქვენ ეს შეძელით. გამომდინარე ამით ძალიან დიდი შეხება მაქვს ისედაც ემიგრანტებთან, მათ შორის საბერძნეთის, იტალიის, პირადიც და სამსახურეობრივიც მეტად ალბათ მარიკას ამაზე ნასაუბრები გვაქვს. არც ერთ ქართულ ჯგუფში თქვენ არ შეხვდებით ჩვენს რეკლამას. არის ძალიან ბევრი ჩემზე უკეთესობინებად. არის სპეციალური პირობები ემიგრანტებისთვის, ჩვენო საყვარელო ემიგრანტებო, ჩვენო იმედებო და ასე შემდეგ. არცად არ შემოგხვდებათ ერთი და მსგავსი ნარატივი. ამით ასწორია ისიც, რომ უშუალოდ ჩამოვედით და მაქსიმალურად ჩამოვაშორეთ აი ამ შეხვედრის ფორმატს ბიზნეს შეხვედრის ფორმატი, იმიტომ რომ ბიზნესი ჩვენ, მე მგონი ჩვენი გენერალური დირექტორის სიტყვასაც ეტყობოდა, რომ ემოციის გარეშე ჩვენთვის არ კეთდება ემოციის გარეშე, თუმცა არც ისეთი ნარატივით და გავბედავ და გავკაცნიერდები და ვიტყვი სიყალბით, როგორიც აი ეს მიმართვა. ჩვენმა გაყიდვების ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ხო არ მოვიყვანოთ და მითხარი არ გავაკეთოთ ეგ. ჩვენ ბევრზე გვაქვს მიყიდული ემიგრანტი, არ დავახვედროთ სპეციალურად მეთქი და მადლობა რომ თქვენ მითხარით. მადლობა. მადლობა. Sunrise არის ჩვენი პირველი პროექტი. ეს სიტუაცია როგორია ეს ბათუმი არის საკიში. მე ვიყავი 8 წელს, როგორც იმის მე არ ვიყავი რა. ჯერ ხალ ჩასული მე პირადად მე ვიყავი. ძალიან ძნელი ბათუმის ბოლოში არის მოტეხილი, სიმშვიდე პირდაპირ ზღვის პირას არის, მაგარი გაკეთებული, აუნდით ახლა გაიფოთ. და არის ვაუი ყველაფერი გახლული რაღაცა ხელისაკრე მომენტ თავი ამბობდა გასაკირავებოდ რაღაცა. ისეთი კაი რაღაცა არის რომ არ იმაშველა. მადლობა. ხარისხიანია და ამას ვერ დავიდა და ამას 40,000 სადღაც 45 სადღაც 45 ცოტათი ზვირია სხვა სახლებთან დაკავშირებით პარტიაში რაღაცა რა მაგრამ ღირს ყოველთვიური გადასახადი ექნება სადღაც 30 მეინტენენსი არის და ჯერ რემონტს რო ვაკეთებდით просто აშიგათან იცი ხო ყველას რა აინტერესებს. აქ ემიგრანტები ცოტა სხვანაირად არ შეგატანინებენ სამშენებლო მასალად რაც შანსი არის. ხო, მაგრამ ეგ 40,000 ხო ის თავის დროზე თქვენ 25-ად იყიდეს და 40 გახდა. მე ხავი ასე რომ მაგაში მოგებულები ხართ რომ ისო დღეს თუ იყიდეთ 30%-ით მეტია მე. და ხალხი სერვისი, ფეუსტად, მაგარი საათები სამუშაო წესრიგის ხმაურია. როგორც აქ არის მაჰეტეზე ბიზნესში რო შევიდა. ამაზე კარგ შედარებას დღეს ჩვენ ვერ გვაჩვენებთ. ეკუთვნით ამ კაცის წინაშე. ჩვენი კონტაქტები გაგვიზიარეთ. ჩვენი კონტაქტები პირიქით გაგვიზიარეთ. რეშეგინახავ ისე რომ შენ არ მომიგარება. ცოტას მოგცემ ხო? მე არ მეშინია. ხოხობი შემწმას. შენ ფულს მის გამოყვება ის ხალიო ცოდათ არ გამოგადგებავდა. ვერცი შოვა ფული ამ შემოძრავდა და ვერც ფული შოვა და ვერც ცოლი. აი ეს არის რა შეუყვეთე და რა ჩამოვიდა აი ესეთი სილამაზეებია სულ. აი ესეთი
ულამაზესი ინსტალაციებია. ეხლა გაიხსნება 11 საათზე და შევა. ყოველ აპრილში აკეთებს თურმე ეს მაღაზია აი ამ შოუს და მართლა ძალიან ლამაზია. უამრავი ადამიანი ელოდება. ეხლა აქეთა ფანჯრებსაც განახებთ და მერე შიგნით შევიდეთ. და ნახოთ ძალიან ლამაზია აქეთ. რაღაც კაფესავით არის. ნახეთ ეს მომწონს ძალიან. ეს არის ჩემი ფავორიტი ადგილი. ანუ ფანჯარა, უბრალოდ მერე არის იასამნისფერი. ნახეთ. იასამნისფერი ინსტალაცია. ესეც ძალიან ლამაზია. და რა თქმა უნდა, ყვავილები, რომლებიც არ ვიცი ვიდეოში ჩანს თუ არა, მაგრამ საკმაოდ მოცულობითია, დიდი. აი, ნახეთ. ჩვენ დილის ფოტოსესია გვქონდა. ავიყვანეთ ფოტოგრაფი და დილის ფოტოსესია გვქონდა და მოკლედ ძალიან კაი იყო. საოცარი ფოტოები გამოვიდა, თორე შემიძლია აქ ჩავსვამ. აი გაიხსნა და შევიდეთ. ნახეთ რამდენი ხალხია. ან შემოვედით და ისეთი ლამაზია ქაურობა ის სასწაული. დავიწყებ ხომ თავარი კორიდორიდან, ყვავილების კორიდორიდან ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ მაინც ვეცდები რომ განახოთ ეს სილამაზე, მოდი ისხნათ. ესე გავიხარ. ლამაზესია და ეხლა განახებთ პირიქით როგორი იქნება. უამრავი ადამიანია, მინდა ცოტა შემცირდეს რომ შევიდე. აი ეხლა მოვასწრებ მეგონი. აი ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ რა ლამაზია ყველაფერი. ეს ბურა საყვარელია. ყველგან ყვავილებია. ყველგან. ესეც ძალიან ლამაზი ინსტალაცია. უამრავი ადამიანია იქეთაც. ჩემი ფავორიტი არის ნაკსოვი და ნამდვილი ყვავილების ნარევი. აი ეს გოგონები. აი ნახეთ. და აქეთ არის რეალური ყვავილები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს ყველაზე და ულამაზესია, მაინც აი ეს ყვავილები ისე მოძრაობს, ცოცხალი გეგონება და ნუ შეხამება ფერის ხო საერთოდ. მე თუ ისე გშია მოუწყდით. Here, this one is for me. Უმერთო აი ამ კოლას მოტანაცხო პირველი ფოტო ვერა. ნახე აბა. აბა მაიჩვენე საკაც ჩვენი ფოტოთი. დააფაბონე ხო? ხა. ავედით Lion King-ზე. სამივე. უმერთო ძალიან ლამაზი ხედია.
მოვედი. უწუჩიო. მე თორე საყვარელი. ოშენი ძალამაზია. აი, ერთი ისეთი აი მთლიანად გადამიღე ესე მარიამთან ერთად აი Okay, there it is, lady. Yeah. ეგ გავიფიქრე, რომ აი როგორი შინაგანი ისინი აქ მსჯელობები, რომ სადაა ბედნიერი, სად შეიძლება იყოს და რა მაგარი ეს ძალიან განათლებულია ეთყობა. ძალიან. საუბარზე, ქცევაზე, ყველაფერზე. გამომხედი აბა. ძალიან სეცემუნდა შეხვედრიდან მოდიოდ აღფრთოვანებულები. ემოციურად ძალიან სავსეები. კარგ ადამიანებს არაფერი აჭრობია და ადამიანებს შორის რო ენერგია და ემოცია იცვლება, მაგაზე უფრო ძვირფასი არაფერი არა. მე რა სილამაზეა. არ ვიცი რა არის. სილამაზეა. რა მალე იკეთება ეს დალოცვილი ყველაფერი. აი. ეს არის იას საძულველი, ყველგან რო არის ეგეთი ტრიუმფალური თაღი. კოშმარს რო ეძახის ისაა. ვაშინგტონ პარკში მოვედით გენაცვალე. ძალიან ლამაზია. უამრავი ადამიანია. ნახე, ყველანაირი ადამიანია. ზოგი ძახოს ასე ირნებს, ზოგი წამოწოლილია. ზოგი რა შვება და ზოგი რა შვება. ყველათ აი აქ მე რომ ვიყავი, მაშინ იყო ფანტანი. და ეხლა ცარიელია. და არაფერიც არ ამოდის. ეხლა მხოლოდ ტრიუმფალური თაღი. მოვედით ამ ჩვენს ცენტრალურ სადგურზე, რომელიც ისტორიულად კი იცით, როგორი ცნობილია და ფილმის კადრებად მოგაგონდებათ. აი ესეთია. ულამაზესია. ნახეთ. Ჩვენ უგულო ხალხი ვართ. აქაც მოვედი, ძალიან მიხარია. ამის კარი შეწასვლა ნიუ-იორკიდან, რაც შეიძლება. აქაც აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და ბრუკლინის ხიდად აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და იქაც გადავალთ ახლა და გაგიზიარებთ. ძალიან მაგარია. მიხარია ძალიან, რომ მოვახერხეთ და აქ მოვედით.
ანე სათხარ მოდი შემომხედე ჩემ ვიდეოში სამახსოვრად ჩვენ და ბრუკლინის ვაშინგტონის ხიდი ხო ბრუკლინს ვერ ვნახავთ ამის გარეშე წასვლა არ შეიძლებოდა მოვედით ბრუკლინის ხიდზეც და ძალიან მაგარია ბევრი ხალხია მაგრამ შიგადაში უცებ ქრებიან ხოლმე და ნახეთ აქეთ ვაშინგტონის ხიდი ჩანს ძალიან ცხელა ვიხადე ქურთუკი თავის ქურთუკი გახურდა და მაგარისა რა ქვია ცხელი არც კი მჯერა აი მართლა არ მჯერა ნიუ-იორკში ვარ საუკეთესო მოგზაურობა ერთ-ერთი ჩემი ყველაფერი მიყვარს ამ მოგზაურობაში მართლა თავის ოფიციალური ნაწილიდან დაწყებული აი ყველაფერი მიყვარს მართლა მაინც მოვედით აქ ამის გარეშე ვერ დავდო შტაბურია ხო აი რაღაცა თან რო იცი რომ ძალიან ძველია როგორი მნიშვნელოვანი ხიდია ნიუ-იორკისთვის და როგორი აიკონიკ აქეთ financial district-ი ჩანს ძალიან აქტიურად აქეთ ჩანს ბრუკლინის კი არა და ვაშინგტონის ხოლმე და ამერია ვაშინგტონის ხიდი რომელიც იქიდან კი გადავიღეთ ლამაზად ხარი მიწეთავს თმას ლუი ვიტონის მაღაზია, აი არ ვიცი, იმხელა და ისეთი მაგარი. ამ ჩემოდნებს უყურეთ. ძალიან საყვარელია. და ესეც ძალიან საყვარელია. მაგარია. გონიც დიდია, მაგრამ ძალიან ლამაზია. აი, ისე ცენტრალურ პარკთან მოვედით. აი, ისე მომეკიდება. ოკეი, თვითონ ვეღარ წავა. ხოდა ყავა მირჩენა ის შენთან ეხლა მივიდეთ თემური. სადაც მე სანახავად. ხოდა ნეტორა კაია მინდია. ცენტრალურ პარკთან ვართ. ხო. აი, მოვდივარ შენი სალონისკენ ნელ-ნელა. ჰეტენზე არის ყველანაირი ადგილი მე მგონი. რა ლამაზია.
Times Square ხმაურიანი, ცენტრალური პარკი ძალიან მშვიდი და ლამაზი. Soho და ისა საერთოდ სხვა, აბსოლუტურად. ხოდა ეხა Queens-ში კი ვარ ნამყოფი და Brooklyn-ში კი ვიყავით და მაგენი არ არის. არ არის აბსოლუტურად ნიუ-იორკი. ხო. ძალიან კაია. ნახე ეს გოგორა საყარლაცის თავის. ვიღაცებთან ერთად. მერსი მშვიდაში. ვაიმე რა კაია. ვაიმე დაჭდომა ძალიან კაია. ძალიან კაია. და ადამიანები როგორ შედან პიკნიკები აქვთ, წიგნებს კითხულობენ, პატარა ძაღლუკები ყავთ. ისე რა პატარა ძაღლები ყავთ? პარიზი მეტი Upper East Side, Upper East Side არის ყველაზე დახვეწილი თალამეთი. და ნიუ-იორკი გასა. აქ არის ყველაზე 1%. ხოლო ეს არის ჩემი მომხმარებელი რა. ეხლა მე რალფთან იყავი, რალფის ახლა. მე აი როგორ არ გამაგებინე ძალიან გავგაზი. ჯერ წაგიყვანდი ბროდვეი, ისეთ ადგილად, ნუ ეს როგორ გამიგო. ძალიან ცოტა ხნით ვარ. იცი, მაგრამ მე იცი რას წაგიყვანდი, ბალეტი წაგიყვანდი, რესტორანში ერთ დღეს გაგო მეტგალაში. კაი, რამდენი დღე ჭირდება, მაგას მეორე ჩამოვალ. აი მეორე ჩამოსვლის ხედი 2-3 დღე, მაგრამ ერთ დღეში ბევრს მართლა ერთ დღეში ბევრ რაღაც მაგრამ გადაწყვეტე ეხა ის სურათი შემოა გადაიღო და არ წახვიდე ეს არის გამორიცხული ერთი დღე მომეცი სურათი არ გადამაღებინეო და იმ კაცმა უთხრა ჩემ ცოლს თუ ჩასვამო და არ ვიცი ზუსტად ანეს ზუსტად აღარ მახსოვს და ერთ დღეში მოდელები ყველა შეაგროვათ და გადაიღეს ეს ჩარჩოებში შესწავლი და მე დაანგრიეს ეს აღარ არსებობს ძალიან რა ორიგინალურია კრეატიული ფოტოა ძალიან ეს ხალხასახეები ბრავო ბრავო კი აი მე ეს რა ლამაზი ქალბატონიო შეიძლება ხო შესწავლი და ხა ბრუს უილისის ფოტოგრაფია ძალიან მოყვარს თუ გინდათ მომეცით არ მოგერიდოთ გადაგინდათ ნუ აი ახლა ეს და მაგის წინ უნდა გადაიყოს სურათი ყველა ვარსკვლავი მანდ იყოს აბა მე აბა რა მას შევდივართ კიდეც კაცო ოპეროზე შევარ შეყავაზი ქალბატონო არა მაშაური კოქტეილი კაი იქნება ჰე ანა გავრისკოთ ახლა რა გჭირს ძალიან კაცო ხვალ მაინც ვიდივართ არ მოგიწევს აპტუს ხო ფეხითაც კაი იქნება რა ვერა სულეთია როგორც კი სასწაულობაში წამოგვიყვანა თემურმა აი საოცარია მართლა ადამიანები ისე ცხოვრობენ რომ აი სრული შოკი მაქვს სხვა სამყაროა ნიუ-იორკში კიდე ეს ადგილი აბსოლუტურად სხვა სამყაროა და ის სიგიჟეა on მართლა ეხლა მივიდივართ მეტგალა სადაც ტარდება აი იმ ადგილზე თემს მივყავართ ოქრო ადამიანი აი არ ვიცი საოცარი ენერგეტიკის პატრონი ღმერთო რა სილამაზეა ხალხო Cheers. King sorry. I is გადაივიდე ამ მე რა წაიცა კალთავი მოფიცებით რეალებს ანკი მანქანა მოვიდა და მე მოდი და სხართ მომენტი ხო უნდა ყოფილიყო კაი რა გჭირა რაღაც უნდა დამეტოვებია ხელწერა მე დროს ანუ ხო და ანუ ხტები ხო ფენირკოველი მოვიდა
ძალიან მაგარი იყო. ეს იყო დაუვიწყარი ნაწილი ჩვენი მოგზაურობის. მე ასე შევაფასებდი. და ერთ-ერთი კი არა, ყველაზე საუკეთესო მომენტი. Okay. ნიუ-იორკის ანა დააბრუნე შენი ბულგანი ვერ აიღებს. რა ვქნა? ეს ახლა გადასაღებია. სალმონი ძალიან ბევრი დარჩა. მომანაც მიანია, დაბანახო. ზემოდა. ეს ყველია. მიანად ყველია? არა, ეს მე შამთან წერელი ვითვა. იქნება ხეში რო გისვა. ეს ხალხო ადამიანი მეტი. დასრულდა ჩემი მოგზაურობა, ცოტა შეშუპებული კი ვარ ისე ძალიან. ცოტა შეშუპებული კი ვარ ძალიან, მაგრამ სასწრაფო ვარ ემოციებით. ძალიან. კარგი ტრიპი გამოვიდა. ყველანაირად. უზომოდ კმაყოფილი ვარ, ემოციებით სავსე ვარ, მოგონებებით სავსე ვარ, მომენტ ფოტოებით სავსე ვარ, ვიდეოებით, რა ვიცი, ყველანაირად იყო საოცარი მოგზაურობა. ეხლა მივიდივართ აეროპორტში, აქ არის დილის 6:30 თუშეთის 6:30 და მოკლედ მშვიდობები ჩემს ნიუ-იორკს ამჯერად და ამომეს ეს თუნდან წავალთ ახლა. ეს ახალი კუტია. მაინც ბატონო კომენჩუკ. ძალიან მოწს. ძალიან. ჩვენი სასტუმრო რომელსაც დავემშვიდობებთ ახლა.